მესმის ზალინა, რატომ დაჯექი? ვეღარ ვივარჯიშებ, ფეხი მტკივა. ზალინა, თუ გინდა რომ ჩვენს ბანის გუნდში იყო ძლიერი და ამტანი უნდა იყო ყველაფრის მიმართ. მგონი ზალინას ჩვენს გუნდში არაფერი ესაქმება. გოგოებო, რას ფიქრობთ? გეთანხმებით. ხო, ვეთანხმებით, მაგრამ ფეხი გადამიბრუნდა. იქნებ დავისვეონ და შემდეგ კარგად ვივარჯიშებ. ზალინა, ვარჯიშზე რომ ვიყოთ, კი არა, შეჯიბრზე რას იზამ, გაიქცევი და უი ფეხი გადამიბრუნდა? გოგოებო, ფიქრობ, რომ ზალინა უბრალოდ იტყუება. უკვე ვარჯიშზე იძახის, რომ ფეხი დგივა. ზალინა, ჯგუფში მხოლოდ ძლიერი ხალხი გჭირდება. ზალინა, დღეს შენი გამოსაცდელი პერიოდის ბოლო დღეა, ჩვენ ამაზე შევთანხმდით. გოგოებო, ნუ მეჩხუბებით, თორემ კოსტას ვეტყვი. რა? კოსტას ვეტყვი, რაც გაიგე, ხომ იცით რა ძლიერია ჩემი კოსტა. დიანა, ხედავ, აი ამის მოლოდინში ვიყავით ჩვენ. ბოლო რაც ჩვენს გუნდში ვინდა არის გველი. ზალინა, შენი კოსტასი არ გვეშინია თუ არ მოგწონ, შეგიძლია წახვიდე. ზალინა, ჩვენ გუნდი ვართ და არა საბავშვო ბაღი, კოზით არავინ გაჭმევს. ყველას მოგესალმებით. რას ჭამთ? გამარჯობა ბაყაყებო. ახლა ვარჯიშზე მივდივართ. სოფი, დაგვეწიე. გოგოებო, ჩემს გუნდთან ერთად ყველა შეჯიბრს ვიგებდი. ზალინა, ეგ 100 წლის წინ იყო. ხო, ახლა ყველაფერი შეიცვალა. კარგი, გოგოებო, მასკოტ, დღეს დავამთავრეთ ვარჯიში. შემდეგი ვარჯიშიც თუ ზალინასთან ერთად იქნება, არ მოვა. უი, გოგოებო, ეს რა სუნი მცემს? გოგოებო. გოგოებო, ხო, ჩვენც ფუ. ბაყაყებო, მომისმენთ, ეს სპორტდარბაზია და არა სუნამოების მაღაზია. არ არის აუცილებელი იმაზე მინიშნება, რომ ჩვენ შემდეგ ცუდი სუნია. თქვენს შემდეგ არა, ახალი ბანის შემდეგ. ხო, ამ ზომბებისგან კარგი სუნი არ მოდის. ზომბები მაგიტომ არიან, კარგი სუნი ვერ ექნებათ. რა? ჩემს შემდეგ ძალიან კარგი სუნია. ზალინა, დამშვიდი, მათ უბრალოდ კონფლიქტი უნდათ. ბანი, არ გვინდა რომ ჩვენს დარბაზში დავინახოთ ზომბები. ხო, ეს დარბაზი ნორმალური თინეიჯერებისთვის არის და არა ზომბებისთვის. ბაყაყებო, ეს სპორტდარბაზი იმათთვის არის, ვისაც სპორტი უნდათ, სპორტით დაკავება. ზალინას უნდა ჩერლიდერობა, ხო ზალინა? კი, წავედით გოგოებო. ჩვენს გვჭირდება ახალი ჩერლიდერი. გოგოებო, თქვენთვის მართლა ცუდი სუნი იყო, იმიტომ რომ ჩემთვის არა. და ჩემთვის იყო. სტელა, გაგიჟდი, ბლონდის ყველაფერში მხარი უნდა დავუჭიროთ. თუ ბლონდის სუნის ცემს, ჩვენც გვცემს. გასაგებია, კარგი, ვარჯიშობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბაყაყები ვართ. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები დაუმარცხებლები არიან, ჩვენ გავიმარჯვებთ. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები დაუმარცხებლები არიან, ჩვენ გავიმარჯვებთ. გოგოებო, თქვენი მოჰიტო, მადლობა, მასწავლებელმა იქ შეიძლება შეგიძლიათ. ბავშვებო, თავი ამოყავით თქვენ ჭიქებიდან. ხომ იცით, მალე სკოლა დაიწყება. ხო, დიდი დრო აღარ დაგვრჩა დასასვენებლად. უკვე იმდენი დავისვენეთ. ხო, ნამდვილად აქ ბევრი დაისვენეთ. კიდევ ერთხელ. რას გულისხმობთ? დასვენება გვაქვს. ხო, დასვენება ძალიან მალე დამთავრდება, კარინა. ხო, და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. ღმერთო ჩემო, ვინ მოვიდა? პიცა უსებ ერთი მოხიტო გამიგეთე, მანქანით უნდა წავიხო. ისე გამარჯობა ყველას. ხო, კარგი. არა პიცა, დიმა მომისმინე, ჩემ შეყვარებულს წესიერად ელაპარაკე და ისე მანქანით არავის არაფერი არ მიაქვს. დიმა, არავინ გასწავლა, რომ გამონაბოლ ხმა შეიძლება ჭამა აღარ მოგვანდომოს? ხო, და შენი მანქანა ყველა შორს იქნება. თქვენ ალბათ არ გეცოდინებათ, მაგრამ ჩემ მანქანას ბენზინის მაგირად ძვირად ღირებული სუნა მოტივოვსებ. ყოჩაღ დიმა ბირთხებს მოუგე. ზალინა, გნახავთ. კარგად გოგოებო, კარგად. პიცა აის გამარჯობა. 4 ყველაზე ცივი მოჰიტო ჩვენთვის. ძალიან გუწყურია, ხო? 4 მოჰიტოს ახლა გავაკეთე. და მე მხოლოდ წყალი. დიმა, ცოტა ფრთხილად იყავი. მოშორდი აქედან ბიჭო. ამ სახლის ტერიტორიაზე ნუატარებ მანქანას. არა, მასწავლებელი მაიკი ჩემ მხარესაა და მხარს მიჭერს როგორც ბიჭი. არა დიმა, გოგოების სიმართლეს გეუბნებიან. ახლა ბუნებაში ვართ, კარგ ჰაერზე. შენ კიდე შენი მანქანით ჰაერს აგვინძურებ. ჯობია რომ აქ ფეხით იარო. არა, ფეხით არ ვაპირებ სიარულს, მით უმეტეს ბაჯიების მანქანით დადიო. კარგი ბავშვებო, ვინ არის აქ მანქანის წინააღმდეგი? ყველა. არ მესმის, რა მოიგონეს კიდე ამ ვირთხებმა, რა ცდილობენ. ყველს აკონტროლებენ, არ ვიცი რატო. როგორც ჩანს დღეს 4 ხასიათზე. ვინც უნდათ ის გააკონტროლონ, ჩვენ ვერ შეგვეხებიან. ხო, ზუსტად. გოგოებო, გამარჯობა. არ გინდათ ხარი კალბურთელებს მოხიტოები უყიდოთ. ჩვენ მშობლებს შერფული არ გამოუგზავნიეთ და მოხიტო ძალიან გვინდა. როდის მე ეყიდლობენ გოგოები ბიჭებს? თუ უბრალოდ გვეფლირტავებით, იპოვეს მიზეზი. კალბურთელებო, თუ გინდათ შემიძლია ფული მე გასესხოთ. მადლობა რაიან, არ გჭირდება. აი ხო გითხარით რომ არ იმუშავებდა. უნდა გვეცადო. აი სპიცა 3 მოხიტო გვინდა.
მოიცა ფული გაქვთ. ხო, რა თქმა უნდა გვაქვს. კალათბურთელები ფულის გარეშე როდის ყოფილან? დიმა, გაიგე რას გეუბნებით თუ არა? დიმა, ნორმალური ხარ? აქ აღარ ატარო. აუ, ვირთხებო, შეგიძლიათ ცოტა მოშორებით გაარჩიოთ? ხო, ჩვენ აქ ჩვენ ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ. გოგოები, მოდი თავი დამარებეთ და პიცა მოხიტო მომეცით, ტიპსაც დაგიტოვებთ. რა საგიგეთი სახლია? ჯერ ჩვენ სკოლაში არ გისწავლია, იქ უფრო ცუდი ჩხუბებია. არა, შენ სკოლაში წამოსვლა არ მინდა. შენ არავინ შეგეხება, ჩემი შეყვარებული ხარ. გოგოებო, რატომ სხედხართ? დღეს ხომ პაემანი გვაქვს. რა ჩავიცვა? ძალიან მაწუხებს ეს შეკითხვა, არაფერი არ მაქვს ტანსაცმელი. ნასია, ბიჭთან ერთად თუ ხარ პაემანზე, ცოტა მდიდრულად უნდა ჩაიცვა. გოგოებო, აი ეს ქვედა ბოლო და ტოპი. ჩემი აზრით პაემანზე მუხლამდე კაბა უნდა ჩაიცვა. მერი, რომელ საუკუნეში ცხოვრობ? მერი, ჩვენ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობ და ცოტა უნდა შევუწყოთ ჩაცმის სტილი. ნასია, გეყოფ ახლა წუწუნი, გაეთექი და გაიმზადე. მერი, ზიხარ, ესე იგი არ მოდიხარ ზუბთან ერთად პაემანზე? კიდევ უნდა უთხრა ზუბს, რომ იცი რა, მერის თავის ტკივა ისევ. მოვდივარ. გოგოებო, რას ფიქრობთ, ის მოწითალო კაბა რომ ჩავიცვა ნორმალური იქნება? კი, ნასია. გოგოებო, იჩქარეთ. მოკლედ ბიჭებო, მთავარი ის არის, რომ გოგო ზომბებმა ჩვენ გოგოებთან არ იჩხუბონ. ხო, მართალია, ზომ გოგოებს უცხოები არ მოწონთ. მე დავიცავ ნასიას, აბა ცადოს ვინმე მჩხუბი. ბიჭებო, იცით მე დღეს მერისთან ერთად გავდივარ. წარმოიდგენიათ მართლა დამთანხმდა. მე არ მიხარია. ხო, მერი მოსაწყენია. ხო, მერი არცფი არ მომწონს. მოიცა, რა თქვით? ზუბ, მთავარია შენ მოგწონდეს. ევირთულად მისაღწევი ადამიანია, მაგრამ მე ყველაფერს ვაკეთებ. კარგი ბიჭებო, წავიდეთ, ცოტა ხაერი ჩავისუნთქოთ. ხო და ისხი თქვენი სუნამო. კი, ცოტა. კარგი, წავიდეთ, გოგოები გველოდებიან. ბანი მაგარია, ბანი საუკეთესო. კარგია. და ეს სლოგანიც GAMARJVEBA გამარჯვება, ბანი მაგარია. მაგარია. კოსტია, მართლა მოგეწონა? კი, მომეწონა. კარგი, კოსტია, ჩემი მეგობრობა ბანისთან ძალიან კარგია. ახლა ერთი გუნდი ვართ ჩერილდერების. მაგარია ზალინა, ძალიან მიხარია. კოსტია, გულწრფელად არ გიხარია? საყვარელო წყვილო, ჩვენ წავედით. ჩერილდერებთან პაემაზე მივდივართ. ზალინა, სანამ დაუბრუნდებით, სუპს გააკეთებ. აი ხო ხედავ, ესენი ისევ ჩერილდერებთან ერთად მიდიან პაემაზე. ჩვენ კიდე სულ სახლში ვზივართ. არ გინდა სადმე წავიდეთ. კოსტია, მე სახლში ყოფნა მიყვარს. ახლა გავაკეთებ ბროკოლის ბლინებს. წავალ, მოიცადე? იქნებ ბროკოლით აღარ გააკეთო, ჯემით გააკეთე. ბროკოლი ძალიან მომბესდა. კარგი, კოსტია, ბროკოლის ჯემით იყოს. მაგარია, ახალი მენიუ გვაქვს, ბროკოლი ჯემით. კარგი ბიჭებო, დაურეკე, მანქანის სანახავად ხოლმე წავალთ. ვახ, როგორ მინდა ამ ფუფულა მანქანას ეს ყველაფერი შევაჭრა. მოდი არქნა, ხო იცი მე ბაჭიები რასაც გავიკეთებენ და ვინქნა საიდან გაიგებენ. სმაილ, მაინც გირჩევ არქნა, თანხმალი სადაც მივდივარ ჩვენი მანქანის სანახავად. ნახო ხო არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ვიყიდით. გამარჯობათ კალათბურთელებო, ჩვენს მანქანასთან რას აკეთებთ? არ გგონიათ რომ აქ რაღაც ცხოვრობს? ხო, საშინელებაა. ჩვენი მანქანა ბევრად უკეთესია კალათბურთელებო. გოგოებო, აი მაგაში გეთახმებით, მართლა რაღაც თმიანი გაუგებრობა. ბიჭებო, რა მოხდა? ადრე ხო მოგწოდოთ. ხო, და ახლა აღარ. ამათ შეხედეთ ვინები მოდიან და რანაირად დაცვიათ. ღმერთო ჩემო, ეს ლუკი რა არის? ვაიმე რა უგემოვნობა, ზუსტად. კალათბურთელებო, ჩვენს მანქანასთან რა დაგავიწყდათ? ხომ გითხარით რომ მოშორებით ყოფილიყავით? დაგვისვრით თქვენი ჭუჭყიანი ბურთებით. ახლა მივდივართ კალათბურთელებო, ამიტომ გაიწიეთ. კარგი წარმატებები. ბანი, ეს რა ლუკია? ბიჭები არ უშტვენენ კარგ გოგოებზე. კარგ გოგოებს პაემნებზე პატიჟებენ. ხო, ბანი, რა გჭირთ? ბაყაყებო, რა თქვით? ბაყაყებო, ჩვენი ჩაცმულობა თქვენი საქმე არ არის. ჩვენზე ობსესია რატომ გჭირთ? იმიტომ რომ ვერ გიტანთ. იცით რა, ძალიან უგემოვნო ლუკია. საშინელება. კარგი გოგოებო, კაფეში წავიდეთ, ჭამა მინდა. ხო, მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს. გოგოებო, მგონი მათ უნდა დავუმეგობრდეთ, იმიტომ რომ ასე არასდროს დამთავრდება. რა? ჩვენ ხომ ვცადეთ? უფრო უნდა ვცადოთ, იმიტომ რომ არ არის ნორმალური ჩვენ რომ ასე. კალათბურთელებო, გაჩუნდით. არ არის საჭირო დაშტვენა. უბრალოდ ეგრე გამოიყურებით. ხო, ამიტომ დაგესტვინეთ. ხო, იმიტომ რომ ლამაზად გამოიყურებით. ვიცით რომ ლამაზები ვართ. წავედით, დიანა დაგვალეს. ხო, მართლა ლამაზები არიან. კნობა ასე ჩემ გამო არასდროს არ იცომდა. ხო, ზომების გამო ყველაფერს აკეთებენ.
გოგოებო, სად არიან ჩვენი ბიჭები? ზუპი არ მოვიდა პაემანზე? არავინ არ მოვიდა. გოგოებო, ისეთი ლამაზები ვართ ჩვენ, ვინმე რომ მოგვიტაცოს? ნასია, ვინ მოგვიტაცებს? შეხედე, აქ არავინ არ არის. კარგი, წავედი იმ ფანტაინს დადავლებ. არა, გირჩევ მაგ ფანტაინიდან წყალი არ დალიო. მახსოვს ერთხელ დავლია და მე მთელი ღამე მუცელი მტკიოდა. კარგი, მაშინ გავუძლებ. კი, მაგრამ სად არიან ეს გოგოები? აგვიანებენ, როგორც ყოველთვის. მეგობრებო, იცით ჩემი ოცნება რა არის? მე და კნოპა საჰაერო ბუსში. მაღლა ვიყოთ ასულები და ყველას ხავს ვუქნევდეთ. ჰაერში მაინც ვინ დაგინახავდა. ბიჭებო, ეს არ მოწოს, გოგოები მალე უნდა მოვძებნოთ, თორემ მე კაფეში დავაგვიანებთ. ჯობია წავიდეთ. ჯანდაბა გოგოებო, არ მესმის ყველა მანქანამ რაც ჩაიარა, ყველა ცუდად გვიყურებს. იმიტომ რომ ფერადად გვაცვია, არა მანქანის გამო, ან იმიტომ რომ ლამაზი და კარგი ჩერლიდერები ვართ. გოგოებო, ჩვენი ბიჭები თუ არ მოვლენ, მალე მართლა მოგვიტაცებენ. გოგოებო, გამარჯობა. ვაიმე ძლივს. დიანა, ეს რა არის? კნოპა რა მოკლე კაბა გაცვია. ნასი, ასეთი გამჭვირვალე კაბა რატო ჩაიცვი? მერი ეს ტანსაცმელი დღევანდელი დღისთვის ზედმეტად ნათელია. ბიჭებო, რა პრობლემაა? არ მესმის, ასე იმიტომ ჩავიცვით, რომ თქვენ კლუბში დაგპატიჟეთ. პრობლემა ის არის, რომ იმ კაფეში ზომი გოგოებიც იქნებიან და რო დაგინახავენ არ მოეწონებათ. მერე თავის ბიჭებზე იეჭვიანებენ თქვენს გამო და შეიძლება გეჩხუბონ. იდეალურია ეს მაღალი ფეხსაცმელი რისთვის ჩავიცვი. შეგიძლიათ აგვიხსნათ რა არის პრობლემა? ვერ წავალთ კლუბში. არა, კაფეში თქვენთან ერთად ასეთი ტანსაცმელებით ვერ წამოვალთ. ხო, შეუსაბამოდ გაცვიათ. კარგი გასაგებია. გაუქმდა პაემანი. როგორც აღმოჩნდა, ბიჭებისთვის ზედმეტად ცუდად გვაცვია. ამიტომ გვიშტვენენ ისინი. აჰა, ესე იგი დაგისტვინეთ კიდეც. ხო, მეც დაგისტვენით, ქუჩაში რო ასეთები მენახეთ. იცით რა ბიჭებო, ძალიან გვაწყენინეთ. ხომ გითხარით მუხლის სიგრძეზე? მერი, არ ვარ მიჩვეული ეგეთი კაბების ჩაცმას. კარგით გოგოებო. არა, თქვენ არ გესმით და კაფეშიც ვერავინ არ გაიგებს თქვენსას. ჩაგეცვალთ ჯინსები და ყველაფერი კარგად იქნებოდა. აი ასე, მერისთან პაემანი ჩამეშალა. ნასიასგან ძალიან გამიკვირდა. იყავით შოკში ჩვენო ძვირფასო შეყვარებულებო. ზაკ, იქნებ ვინმე სხვა გოგო იპოვო? კარგი დიანა, წავედით გოგოებო. კარგი ბიჭებო, არა უშავს. ხო, ყველაფერს ავუხსნით. და კაფეში აღარ მივდივართ. გოგოების გარეშე. აბა სევდიანები ხო არ ვიქნებით. კარგი, წავიდეთ. კარგი, ბანისნაირები ვართ მოკლე კავებში. გოგოებო, ვფიქრობ, რომ ძალიან სულელურია ის ფაქტი, რომ მათგან ვაკოპირებთ ყველაფერს. არ ვაკოპირებთ, მათი იმიჯი უნდა მოვიპაროთ. მე ვარ ყველაზე ლამაზი თქვენში აი ამ აუთფიტით. რას ამბობ? მე ვარ ყველაზე ლამაზი და შენ უბრალოდ ლამაზი. ბლონდი, აბა მოიშორე შენი მაკიაჟი და ვნახავთ როგორიც ხარ. მაკიაჟის გარეშე ვარ, მხოლოდ ტუჩსაცხი მისვია. გოგოებო, ნუ ჩხუბობთ, ყველა ლამაზები ვართ. გამარჯობა ბაყაყებო. ასეთი გამოწყობილები რატომ ხართ? ადექით ბაყაყებო, რა მოკლე კავები გაცვიათ. ეს რა არის? სად მიდიხართ? არსად არ მივდივართ, უბრალოდ ეს არის ჩვენი ახალი ლუკი. ხო, ბანის ვაკოპირებთ. ბანი სადღაც წავიდა დღეს ასე მოკლე კავებში. და ჩვენ არ შეგვიძლია? წავიდნენ? ბაყაყებო, მეტი ინფორმაცია. ჩვენ ხო მეგობრები ვართ, შეგიძლია გითხრათ. საიდან უნდა ვიცოდეთ, უბრალოდ კალათბურთელებმა დაუშვტვინეს. ხო, და შემდეგ იკამათ ეს. მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. იქნებ ზომბებთან პაემანზე. მადლობა ინფორმაციისთვის ბაყაყებო და გამოიცვალეთ ეს საშინელებაა. მეგობრებო, საშინელება? მათ არ მოусმინოთ. კინაღამ მოკვდნენ შურისგან. გოგოებო, გთავაზობთ რომ წავიდეთ კაფეტერიაში და მოჰიტო დავლიოთ ამ ტანსაცმლით. ხო, ყველამ უნდა დაგვინახოს. გეთანხმებით. კარგი, ტუჩსაცხი და წავედით. გოგოებო, დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღეა, ეს რა არის? ხო, ჯერ კალათბურთელები გვიშტვედნენ და შემდეგ ჩვენმა შეყვარებულებმა თქვეს, რომ კარგად არ გვეცვა. და ზაკმა თქვა, რომ გამჭვირვალე კაბა მაცვია. გოგოებო, იცით რა ეს ბიჭები სულელები არიან? აი, სულელები უბრალოდ. ხო, ნამდვილად ამ ცხოვრებაში არაფერი იციან. დახეული რაღაცეები აცვიათ და ტრავახობენ. ხო, პატარა ბავშვები არიან. გოგოებო, იქნებ კალათბურთელებს დავუბრუნდეთ. დიანა, რას გულისხმობ? მე ზაკი მიყვარს. სერიოზულად, კალათბურთელები დღეს გვეხუმრებოდნენ, ხო, გვიშტვენდნენ. ბოდიში, ჩემო ქვედაბოლო, მაგრამ მე ჯერ ვეღარ ჩაგიცომ. მაგრამ არა, იმას ჩავიცმევ, რაც მინდა. რას ნიშნავს? ხო, რა თქმა უნდა. ჩემი არჩევა გოგოებო, ეს ბიჭები მიატოვეთ. იცით რა, ჩემი დღიური მჭირდება ახლავე. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. დაგვიწერეთ, რას ფიქრობთ, ძალიან ცუდად გვეცვა? და საერთოდ ნორმალურია ბიჭები, რომ ასე მოგვექცნენ ჩვენი შეყვარებულები.
კარგი, ახლა უნდა წავიდეთ. კარგად. არხი გამოიწერეთ. კარგი, პირადი დღიური. მეწყინა.